სალამი მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი იქნება ძალიან აქტიური, ძალიან სასიამოვნო, კარგად ტონუსში მოიყვანს ფეხებს, ხელებს და დაგჭირდება ესეთი სავარჯიშო ლენტი, თეძორ სარტყელი, ჩემი არის საშუალო სიმკვრივის. ნახეთ, რომ ქაჩავ მაქსიმალურად არ მომყვება. თქვენ შეგიძლიათ უფრო სუსტი ან უფრო ძლიერი გამოიყენოთ იმის მიხედვით, როგორია თქვენი ფიზიკური მომზადების დონე. მაგრამ სანამ ვარჯიშს დავიწყებთ, აუცილებლად ყველა მიზეზის გარეშე უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო სავარჯიშო კომპლექსი დაგხვდებათ. დავიწყოთ ლაითი გახურებით, სუბუქი გახურებით, უფრო სწორად. ერთი ფეხი დავატრიალოთ ჯერ ერთ მხარეს. ახლა მეორე მხარეს. მეორე თან სუნთქავთ კარგად. კარგად ჩაისუნთქეთ აერი, ცხვირით, ამოვშვით პირით. ფეხები მხრების სიგანეზე, გადმოვიხაროთ წინ, გადავშალოთ მხრები. წინ, გადავშალოთ. ჩაისუნთქოთ ამ დროს. ამოვისუნთქოთ. 1, 2, 3 და 4, 5, 6, 7 და 8. ჩამოვშვათ ხელები, დავფერთხოთ. დავატრიალოთ კარგად ეს მინჯები. 2, 3, 4, მეორე მხარეს. 5, 6, 7 და 8. მეორე. 1, 2, 3, 4, მეორე მხარეს. 5, 6, 7 და 8. წელი დავატრიალოთ. მინჯებთან დაიწყეთ ხელები. 2, 3, 4, მეორე მხარეს. 5, 6, 7, 8 და ბოლოს ხელებიც კარგად. 5, 6, 7, 8 მეორე მხარეს. გარდა ამ გახურებებისა, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი გახურების კომპლექსი, თუ ხვდებით, რომ ეს ვარჯიშები არ გყოფთ. მე ახლა კარგად გახურებული ვარ, ამიტომ მეტს არაფერს აღარ დავამატებ. ესე, ავიღოთ ჩვენი თეძოს სარტყელი და თუ თქვენ ფიქრობდით, რომ ამას ფეხებზე გავიკეთებთ, ძალიან ცდებით, მოვათავსებთ ესე ხელებზე, ფეხები მხრების სიგანეზე, ესე, ფეხის წვერები იყურება განზე, ხელები გვაქვს ახლოს ესე მკერდთან, ჩავდივართ და ხელები აგვაქვს ზემოთ. 1, 2, ჩამოგვაქვს ისევ მკერდთან. 4, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გაჭიმული იყოს სარტყელი. 7 და 8. ჩავიდეთ ზემოთ ხელები. 3, 4, 5, 6, 7 და 8. ამოვდივართ, ჩავდივართ, მოვდივართ. ხელებიც ნახეთ. გადის წინ, ამოდის. ფეხები როგორც გითხარით იყურება განზე და მუხლებიც მიყვება ფეხის წვერებს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დავტოვოთ წინ. 2, 3, 4, პატარა პულსები. 2, 3 და 4. ამოვიდეთ, ცოტა დავასვენოთ ფეხები და კვლავ გავაგრძელოთ. ხელები კვლავ მკერდთან, ესე. ჩავდივართ. 1, 2, 3. თავიც მიყვება მოძრაობას. 5, 6, 7 და
8. ამოვდივართ, დავფერთხოთ ცოტა. გავიტანოთ განზე ბოლომდე. ნახეთ აი ეს. ისე რომ მაქსიმალურად განზე იყურება ფეხები. კვლავ კერტთან ჩამოვდივართ. 2 3 4 5 6 7 და 8 ზემოთ 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვდივართ. ხედ ასე შევიტანოთ ხელის გულები შიგნით. გადმოვატაროთ თავს უკან, ფეხებს ვტოვებთ განზე, ჩავდივართ. 1 როგორც შეატყობდით, მაქსიმალურად ცოტა შესვენებებს ვაკეთებთ. 2 მიზეზის გამო. ერთი ის რომ მინდა რომ მაქსიმალურად აქტიური კომპლექსი იყოს და მეორე ჩემ შულს ნელ-ნელა ეგვიძება და მინდა რომ მოვასწრო ამ ვარჯიშის ჩაწერა სრულფასოვნად, შესაბამისად თითქმის პაუზას არ ვაკეთებთ. 7 და 8 ამოვდივართ, ჩამოვიტანოთ ხელები, დავასვენოთ ცოტა, კვლავ წინ, ჩავდივართ, 1 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვდივართ კვლავ, სულ რამდენიმე წამი პაუზა და კიდევ ერთი ვარჯიში. ჩავდივართ, წინ 1 2 3 4 5 6 7 და 8 ამოვდივართ. დრო დავაბრუნოთ საწყის პოზიციაში ფეხები. საკმაოდ იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცოტა ვარჯიში შევასრულეთ, დარწმუნებული ვარ, თუ მომყვებოდით და ბოლომდე შეასრულეთ ეს ყველა პატარ-პატარა ვარჯიში, აუცილებლად თქვენც ისევე გიკიდიათ ცეცხლი, როგორც მე. მოდი, დავდოთ ჩვენი თეზოს სარტყელი და რამდენიმე გაწევა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვადუნოთ ფეხები. ავიტანოთ ზემოთ, აი ესე, მუხლი მუხლთან არის. შეგიძლიათ ორივე ხელით, შეგიძლიათ ერთი ხელით. აი ესე კარგად დააწექით. ერთ მხარეს. და მეორე მხარეს. 1 2 3 4 5 6 7 და 8 წინ ფეხი. თუ წონასწორობის დაცვა გიჭირთ, მიაყდენით კედელს. რამეს 1 2 3 და 4 მეორე ფეხი 5 6 7 და 8 აი ესე განზე დავიჭიროთ ხელები, ჩავდივართ, ამოვიდეთ, ჩავიდეთ, მაქსიმალურად ჩადით, ამოვიდეთ, ორჯერაც, 1 და 2 ამით დღევანდელი ჩვენი ექსპრეს, მაგრამ აქტიური კომპლექსი დასრულებულია. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ის სიამოვნე. რა შეხვდებით შემდეგ ვარჯიშზე, მაგრამ მანამდე არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა. დროებით.